მოგესალმებით აპოლინე სამყაროში. დღეს ძალიან გემრიელი მაფინების რეცეპტი მაქვს თქვენთვის, რომელიც შეგიძლიათ უამრავი სახით მომზადოთ. შეგიძლიათ დავუმატოთ კაკაო, შეგიძლიათ დავუმატოთ ხილი. მოსამზადებლად გვჭირდება შაქარი, მაწონი, კვერცხი, ფქვილი, ვანილის პასტა, გამაფხვიურებელი და ზეთი. ინგრედიენტების რაოდენობა განსაზღვრე ამაწნის ფქვილით, რომელიც არის 150 გრამი. და მე გამოვიყენე ესეთი 1 კილო მაწონი, შემდეგ 1 კილო შაქარი, 1 კილო ზეთი და 3 კილო ფქვილი. მაგრამ მე ეს ყველაფერი ავწონე და გრამობითაც დაგიწერთ. მოგვიანებით გვჭირდება კაკაო, ეს არის შოკოლადი, რომელიც გამოცხობისას არ დნება. და გვჭირდება აგრეთვე მოცვი. კვერცხი მოვათავსე თასში და მას დავუმატებ შემდეგ შაქარს. სასურველია რომ კვერცხი იყოს ოთახის ტემპერატურის. შემდეგ დავუმატე მაწონი. და დავუმატე აგრეთვე ზეთი. დავუმატე აგრეთვე ვანილის პასტა. თუ ვანილის პასტა არ გაქვთ, გამოიყენეთ ვანილის შაქარი. ფქვილში აორიეთ გამაფხვიურებელი და კარგად მოურიეთ. კვერცხის მასად შეურიეთ შემდეგ ფქვილი და ურიეთ იქამდე, სანამ ერთ მასას არ მიიღებთ. მასა გავყავი შემდეგ ორ ნაწილად. მე ერთ ნაწილს დავუმატე კაკაო და შოკოლადი. ეს არის შოკოლადი, რომელიც არ დნება და მეორეს დავუმატე მოცვი. მოცვი განსაკუთრებულად ნოტიოს და არომატულს ხდის მაფინებს. ფორმაში ჩავალაგე შემდეგ სპეციალური გამოსაცხობი ქაღალდები და ეს არის ნაყინის კოზი, რომელიც არის ამ შემთხვევაში ნამდვილად იდეალური. რადგან ასე შემიძლია განსაზღვრო, თუ რა რაოდენობის მასა მოთავსდება ფორმაში, რომ შემდეგ ყველა მაფინი იყოს ერთი ზომის. მაფინები გამოაცხეთ 175 გრადუსზე, დაახლოებით 25-30 წუთი. ჩემი მაფინები უკვე მზად არის და შემდეგ შემიძლია უკვე, როდესაც შეგრილდება, ამოვიღო ფორმიდან.
როგორც ხედავთ, სულაც არ არის მაფინების მომზადება რთული. მე გამოვაცხე შოკოლადის, მოცვის, ვანილის შოკოლადით და ზებრა მაფინები. ხოლო მომავალ ვიდეოში გაჩვენებთ, თუ როგორ მოვამზადებ მაფინებისგან cupcakes. მე კიდევ მადლობას გიხდით იმისათვის, რომ ჩემთან ერთად იყავით. რეცეპტს დაგიტოვებთ აფლა ინფობოქსში, ან სრულ ვერსიას იხილავთ ჩემს პირად გვერდზე MyApolline.de